დღეს სადიპლომო ნაშრომების შესრულებისთვის განკუთვნილ ამ არხზე, რომლის სახელიც არის სადიპლომო ნაშრომების გზამკვლევი, ვისაუბრებ ძალიან საინტერესო თემაზე, რომელიც სტუდენტების აბსოლუტური უმეტესობისთვის ცნობილი არ არის, ეს არის სადიპლომო ნაშრომის წინასწარი დაცვა. ზოგიერთ უნივერსიტეტში არის დანერგილი ესეთი პრაქტიკა, როდესაც ხდება სადიპლომო ნაშრომის წინასწარი დაცვა. სადიპლომო ნაშრომის წინასწარი დაცვა. რას გულისხმობს ეს ტერმინი? ეს გულისხმობს სადიპლომო ნაშრომის ნაწილის დაახლოებით 50%-ის ტექსტის წარდგენას და მის დაცვას პრეზენტაციის ფორმით. რით განსხვავდება სადიპლომო ნაშრომის წინასწარი დაცვა სადიპლომო ნაშრომის საბოლოო დაცვისგან? არსებითად არაფრით თქვენ წარადგენთ ტექსტს. ტექსტი უნდა იყოს წარდგენილი PowerPoint-ის ფორმატში და ჩაწერილი უნდა იყოს დისკზე. ყველა უნივერსიტეტში სადიპლომო ნაშრომის წინასწარი დაცვა არ ხდება, მხოლოდ ზოგიერთ უნივერსიტეტში. პრეზენტაციის ფორმით წარადგენთ და დაახლოებით 15 წუთი გაქვთ სადიპლომო ნაშრომის წინასწარი დაცვისთვის. საკითხი ნომერი მეორე. რა ნაწილი უნდა წარადგინოთ სადიპლომო ნაშრომის იმისთვის, რათა მოახდინოთ მისი წინასწარი დაცვა. დაახლოებით სადიპლომო ნაშრომის 50%. მინიმუმ თუ საუბარი ეხება კვლევას, თქვენ დამუშავებული უნდა გქონდეთ შესავალი, შემდგომში მისი რედაქტირებაც შეგიძლიათ. დამუშავებული უნდა გქონდეთ კვლევის მეთოდოლოგია და დამუშავებული უნდა გქონდეთ გარკვეული შეიძლება დამუშავებული გქონდეთ კვლევის შედეგების გარკვეული ნაწილი. სულ მცირე თუ საუბარი კვლევას ეხება, მაშინ თქვენ ძალიან დეტალურად უნდა გქონდეთ დამუშავებული კვლევის მეთოდოლოგია, შესავალი უნდა იყოს დაწერილი და უნდა იყოს გაკეთებული ლიტერატურის მიმოხილვა. და ეს არის ის ნაწილი, რომელსაც თქვენ წარადგენთ სადიპლომო ნაშრომის წინასწარი დაცვის დროს. გაითვალისწინეთ ეს ინფორმაცია და ეცადეთ რომ დააზუსტოთ ის არის თუ არა თქვენ უნივერსიტეტი ითვალისწინებს თუ არა სადიპლომო ნაშრომის წინასწარ დაცვას, ვინაიდან უნივერსიტეტები ამ ინფორმაციას ძირითადად არ აწვდიან ხოლმე სტუდენტებს და შემდგომში რომ არ დადგეთ ფაქტის წინაშე. გამოიწერეთ არხი, არხზე პერმანენტულად იდება ვიდეოები სადიპლომო ნაშრომების შესრულების თაობაზე, სასარგებლო რჩევები, რომელიც ეფუძნება პრაქტიკას, მომავალ შეხვედრამდე გისურვებთ წარმატებებს.